მოგესალმებით დღეს ორშაბათია და ეთერშია გადაცემა პროფესია მე კი მისი წამყვანი შაჰინა სურმანიძე ვარ. კვესელაძე გვარი რომელიც წლების წინ კულტურის სფეროში გვხვდა დღეს მხოლოდ ამ ეზოს სავიზიტო ბარათად შემორჩა რომელიც გვამცნობს რომ ამ სახლში კვესელაძეები ცხოვრობენ. მაშასე დღეს პროფესია ნათელა იაძისა და ვახტანგ კვესელაძის ცხოვრებისა და შემოქმედების დეტალებზე მოგიყვებათ. ამ ალაყაფის კარიბს უკან სწორედ საკავშირო და რესპუბლიკური ფესტივალების ლაურეატების ცხოვრება იშლება. მოგესალმებით, დიდი მადლობა იმისათვის, რომ იღებთ ჩვენს გადაცემაში მონაწილეობას. პირველ რიგში რომ გუთხრათ მაყურებას, როდის დაიწყო თქვენი კარიერა, თქვენი პროფესიის პირველი ნაბიჯები მასში. ამ დიდი გადასახედიდან ასე მგონია, რომ ეს ყველაფერი გუშინ იყო. მე დავამთავრე ახალციხის პირველი საშუალო სკოლა. შემდეგ ვაბარებდი სახელმწიფო უნივერსიტეტში, იურიდიულ ფაკულტეტზე. ეს დიდი სენსაცია იყო, ქალი მაინც და მაინც მაშინ იშვიათობა იყო. ვერ მოხდი იმის გამო, რომ 1-4 მივიღე. 3 გამოცდა ბარდებოდა ქართული, ენა და ლიტერატურა, ისტორია და ინგლისური. ინგლისურში მივიღე 5, მაგრამ ქართულში მივიღე 4 წერაში და გავაპროტესტეთ. და დამიწერეს მერე მაინც 4. და უკვე ვეღარ მოხდებოდი. თუ სულ 5-ებზე მექნებოდა ჩაბარებული, მოხდებოდი და შემდეგ ასე იყო. ჩვენ დროს მე 2 წელი უნდა გემუშავა, სტაჟი უნდა დაგეგროვებინა სამუშაო და მე ჩაგებარებინა. მე ეს ისე მოხდა, რომ მოვხდი გაზეთ წითელი დროშის რედაქციაში კორექტორად. ეს ჩემთვის ძალიან დიდი პატივი იყო. შესანიშნავი პიროვნებები მუშაობდნენ იქ და როგორც პიროვნება, აი მაშინ ჩამოვყალიბდი. თურმე სკოლა ძალიან ბევრ რამეს გაძლევს. გარდა იმისა, რომ განათლებას, კულტურასაც, ზრდილობასაც და ყველანაირ ეთიკურ გამოხედვას თუ რა ვთქვა ეს არ ვიცი, მაგრამ იქ სამუშაო ადგილზე უკვე სულ სხვა გარემო გვხდება. აქ უკვე სულ სხვა სამყარო იყო ჩემთვის. ძალიან დიდი მადლობელი ვარ იმ ნაბიჯისათვის, რა ნაბიჯიც მე იქ გადავდგი. 3 წელი ვიმუშავე რედაქციაში. შესანიშნავი ჟურნალისტები იყვნენ თამარ ჩილაშვილი, თინა გოგუშვილი, იზოლდა წიქარიშვილი, კუკური თორდია, რაჟდენ პაპიძე, გურული შოთა, დავით ჯინჭველაძე, ისეთი პიროვნებები იყვნენ, რომ მე მათი დავიწყება არ შემიძლია. მათმა მასწავლეს ადამიანებთან ურთიერთობა, ერის სიყვარული, ადამიანების სიყვარული, ურთიერთპატივისცემა და სწორედ მაშინ გამოვედი, რომ იტყვიან ასპარეზზე, ცხოვრების ასპარეზზე. ვისწავლე ყველაფრის ყადრი. შემდეგ უნივერსიტეტში ვეღარ ჩავაბარე, რადგან უკვე სასიყვარულო რომანი მქონდა, ვახტანგი ახალი ჩამოსული იყო იქ და ჩავირიცხე ახალციხის სამედიცინო ტექნიკუმში. ეს ჩემთვის სულ სხვა სამყარო იყო და დედა მეუბნებოდა, შვილო, ისწავლე, სხვასთან თუ არა, ოჯახში მაინც ხო გამოგადგებაო. ნუ დავამთავრე სამედიცინო ტექნიკუმი. კარგა ხანი მე ისევ რედაქციაში ვიყავით, მაგრამ ამას გაუთხოვდა პარტნიორი ნათელა ყულიჯანიშვილი, ძალიან კარგი გოგონა იყო და მომადგნენ მე.
რომ მოდიო ერთი რამდენიმე ნომერში მიიღე მონაწილეობა, თორე რა ეშველება პროგრამა შედგენილია, გასვლითი კონცერტები დანიშნულია და რომ ჩაეშალოს უხერხული იქნება. პირველად უნდა მეცეკვა, სახასიათო ცეკვა უნდა მეცეკვა და შემდეგ იუმორისტულ ნომრებშიც გამაბედვინეს, თუმცა მქონდა ამისი ნიჭი. ანუ ახლოს ვიყავით ცეკვებთან მქონდა? რა თქმა უნდა, სკოლაში ვცეკვავდი, მონაწილეობდი რაღაც პატარა სპექტაკლებში, იავნანამ რა ამაში ოთარ აწყურელმა დადგა მაშინ ეს სპექტაკლი სკოლაში და ჩვენთვის ეს ბევრ რამეს ნიშნავდა. თეატრი და ეს სამყარო უცხო იყო. იმიტომ რომ ახლად ყალიბდებოდა, თუმცა სახელმწიფო თეატრი ჩვენი ადრე იყო. მერე დაიშალა, შემდეგ სახალხო თეატრად იქცა და მერე უკვე ჩვენ თეატრის წარმატებებზე ახლა აქ კი არა, სოფლიოში ლაპარაკობენ. და მიხარია ეს, რომ ვამაყობ კიდეც რომ ახალციხელი ვარ. შემდეგ იქ მივიღე მონაწილეობა ჩავრჩი ვახტანგისთან. მერე შოთა ალთუნაშვილმა გახსნა ახალციხეში, ეს ძალიან საინტერესოა, ქართული ხალხური სიმღერების სკოლა სტუდია. ეს იყო თბილისის მუსიკალურ ქორეოგრაფიულ საზოგადოებასთან არსებული, გაიცემოდა დიპლომი, 2 წლიანი სასწავლებელი იყო. ეს რატომ გააკეთა, იცით? სკოლებში მაშინ სიმღერას ასწავლი და გეოგრაფიის მასწავლებელი, ისტორიის მასწავლებელი და ბავშვები არაპროფესიონალებად ყალიბდებოდნენ ამ დარგში ფაქტიურად. და აი ამ მიზნით ასპინძა ადიგენი ახალქალაქი და ახალციხე დააკომპლექტა მაშინ შოთა ალთუნაშვილმა და ლელა ნაროზაულმა პედაგოგებით, კვალიფიციური პედაგოგებით, მართალია მე არ გამიგრძელებია მოღვაწეობა. 72 წელში დავინიშნე რაიონული კულტურის სახლის სამხატვრო ხელმძღვანელად. თითქმის 20 წელიწადი ვიყავი სამხატვრო ხელმძღვანელი და მე ვამაყობ იმით, რომ ბევრი კარგი ღონისძიების ავტორი ვიყავი. ბევრ ადამიანებს გაუვლა ამაზე ცხოვრება. შეხვედრები მქონდა უბრალო პროფესიის ადამიანებთან. მიუხედავად იმისა, რომ მე მუშაობდი კულტურის უნივერსიტეტში ჩააბარე. ძალიან ადვილი იყო მაშინ მოწყობაც, სწავლაც, წელიწადში 2 ჯერ უნდა ჩასულიყავი და საკონტროლოებით ვიღებდი ნიშნებს. და ამ სტილით მე დავამთავრე, მე 99 წლის 9 აპრილი დაემთხვა და დიპლომის ასაღება და ვერ ჩავედი და მე ვიფიქრე, რაში მჭირდება დიპლომი. მაინც მუშაობ სამსახურიდან არავინ არ მაგდებს. ჩემს საქმეს პირნათლად ვასრულებ და ასე გავაგრძელე და შემორჩი კულტურას. სხვა სპეციალობა არც მქონია და არც სურვილი არ მქონია. მე ვამოწვევით თბილისიდან ვარ. იდეალურად გავიზარდე სახლიც მაქვს, კარიც მაქვს, მაგრამ როგორ მოხვდით ახალციხეში? როგორ დაიწყო თქვენი მუსიკა? ახალციხეში ასარიქ სიმღერის გუნდის ხელმძღვანელი იყო ქეთევან ღოღობეიძე, ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე. იმან ჩამომიყვანა ქარეელიდან 2 კონცერტისთვის მთხოვა. მე საერთოდ ვცეკვავდი. მაგრამ იმუშიც გამოვდიოდი, იმიტომ რომ მაშინ ისეთი დრო იყო, რომ ყველაფერს ვიღებდი თავზე. როგორღაც რაღაცა გაგვიკეთებინა. ხო, იმ კონცერტისთვის ჩამომიყვანეს აქ ახალციხეში. პირველ კონცერტზე რა ჩამოვედით, მოვწავედ და კროსკბილიმეთკი ლაბარაკობდი. ეს ბახტახატე ფერდენერი Kilogram makarası sekreterisi teritorianteli rodakikani vererek çıkıyor. Bütün mainlerin ki ne kadar çatışıyor. Ama sekreteri zaten ne başım ustası doları doğmamak. Orada kamartına ve de çemak vertme. Ben şahit kadar hamlenin de ek filmde bir sahte dayanmatam. Dayanmatam. Ben orada sağlam olmuşum ağatam. Am პირველ კონცერტი იყო სტაციონარში და პირველ კონცერტი ჩატარდა რა თქმა უნდა, მაგრამ უმაყურებლებს შედარებით. მეორე კონცერტზე და როგორც ვიცი და ამ გამოხმაურება ყოლა თქვენ. ძალიან დიდი გამოხმაურება, გაზეთე მაშინ წითელი დროშა იყო, სხვა კომუნისტიც იყო, მაგრამ კომუნისტში მოიჯდებოდა რაღაც ცხონებული შალვა რაიშვილის სურათზე იყო ყურაშობანდი. ხო. და იქიდან დაიწყო და მე კულტურის სახლის დირექტორი ჭაღიაშვილი იყო, ცხონებული სახალხო თეატრის რეჟისორი ოთარ აწყურელი. ხო, და ეგ მაგათ ბოლო მითხრეს, რომ ქარეში რაზღებულ 2 მეს მოგცემ დაქო დარჩიო. და დაიწყო სოფლებში გამშვებას ვითომ რაღაცა და მაშინ ისე გვიჭირდა ჩვენ ყველაფერზე წავედით.
ასე მოხდა ორი კონცერტის გამო. ორი კონცერტის გამო 50 წელზე მეტი აქვს. პირველად აი 65 წელი 70 წლამდე ძალიან გვიჭირდა მუშაობა, მაგრამ ეს გაჭირვება მაშინ ვიცოდით, თორე ახლა რომ ვუყურებ, გაჭირვება კი არა, მშვენიერი იყო ეს ყველაფერი. პირველივე გასტროლი დაინიშნა 67 წელში ხულოში. საქართველოს ისტორია ძალიან კარგად ვიცით და გეოგრაფია კიდევ და გზები. აქედან რომ გადავედით პირველად ხულოში, გაუგნებული დავრჩი გოდერძის უღელტეხილზე, ავტობუსზე მაღლა ავიდა მძღოლი და ფეხი მაღლა აწია და თოვლი იყო იმ სიმაღლეზე. და ვეხოცებოდით ნაბიჯი არ ჩაეფლო და მე ვიღა მოგიყვანს 4 მეტრიანი თოვლიდან პირველად ვნახე ჩემს ცხოვრებაში და ეს სილამაზე. და ყოველ მე იქ ჩასვლისთანავე დაინიშნა კონცერტი და მიკვირს იმ სიცივეში რაც გვეცვა ხომ გვეცვა და საკონცერტო რაღაც ნომრები რო ქონდა იუმორისტული იმ ტანსაცმელზე ზემოდან ვიცმევდით ისეთი საშინელი სიცივე იყო სოფლიდან სოფელში ხალხი ფეხით გადმოდიოდა ზოგჯერ თუ სავსე მაყურებელი არავინ არ ატარებდა კონცერტებს ესე იგი პირველი იყო ვახტანგი გაზაფხულზე ისევ დაგვაბრუნეს და გაზეთში ეწერა კვლავ გადმოფრინდნენ მერცხლები. ეს გაზეთები სულ გვაქვს ჩვენ 180 გაზეთი მაქვს შენახული, ადგილობრივიც და რესპუბლიკურიც, სადაც ჩვენს შესახებ წერია. მარტო ჩვენ არა, ჩვენთან ერთად იყვნენ ძალიან კარგი გოგო ბიჭები, ახლა რომ ჩამოვთვალო, უხერხულია ვინმე რომ გამორჩეს, მაგრამ მადლობელი ვარ უფლის, რომ აი ჩვენთან იყვნენ მაგალითად თამაზი კუჭაძე, კაკო ქიმერიძე, ტარიელ ზუმბაძე, სოსო გურგენიძე, ლელანა როზაული, რუსიკო სისაური, მარიამ სარქისიანი, მანანა მიქელაძე, არ ვიცი კიდევ რა ვთქვა, ძალიან ბევრი იცვლებოდა ჩვენთან პერიოდულად ეს და ბევრ სიხარულს მატებდა. გარდა იმისა, რომ აჭარაში 2800-ზე მეტი კონცერტი გვაქვს ჩატარებული. საქართველოს სამჯერ შემოვიარეთ და ვწუხვარ. როგორც ჩვენი სხვა რეგიონებში, აი აჭარაში როგორც აჭარაში დღესაც ურთიერთობა გვაქვს მათთან, მეგობრობთ ოჯახებით. ჩვენ აი ახლა რამდენიმე თვის წინ, ფაქტიურად 2-3 თვის წინ ვიყავით ქედაში, დაგვპატიჟეს ოჯახში. ჩვენმა კოლეგებმა ნაზიკო სურმანიძემ, თავისი ქმარშვილით თვითონაც შემოქმედები არიან, რომ ჩავედით, მე ასეთი რამ არ მიგრძნი, აი ეს ძალიან მინდა ეხლა მაინც ვთქვა, რომ ჩავედით, დავაგვიანეთ იმ ოჯახში მისვლა და თელმა იმ უბანმა იცოდა, რომ ვახტანგ კვესელაძე მოდისო ქედაში. და მძღოლმა კითხას ვისთან მიდიხართო და უთხარით რომ აი მასთან მივდივართო ნაზიკოსთანო სტუმრათო თქვა და არც გვარი უკითხე არც არაფერი ესე იგი ჩვენი მან გვიცნო და ის ნაზიკო ხო იცოდა ვინც იყო იქ შემოქმედი მუშაკი და მიგვიყვანა სახლთან და აივნიდან 5 სართულიანი სახლია თუ 3 სართულიანი აღარ 5 სართულიანი აივნიდან ხალხი გველოდებოდა და ტაშით შეგხვდნენ მე და ვახტანგის მე ვიტირე მე ესეთი რამ არ მინახავს რომელი ვერიკო ანჯაფარიძე და ვასო გოძიაშვილი ეს იყო და მე მაგრამ მადლობა უფალს რომ ჩვენ ასე დიდ პატივს ვცემდნენ ტაშით შეგვეგებდნენ გაგვიმასპინძდნენ ვის რა შემოქონდა ოჯახში ნაზის არაკდა იქ სუფრაზე არაფერი და მის მეუღლეს და შვილებს რძალს თან გადაყვნენ მაგრამ ყველას რაღაცა შემოქონდა მე ვიჩქარეთ არ დაგვაღამდეს რომ ბათუმში იქ კიდევ ცალკე გველოდებოდა ზურაბი ეს ზურაბი მე 10 კლასიდან დაგდებდითო კონცერტებზეო და არავ ჩანდიო სცენაზე ასე ვიდექი და გიყურებდით ისე მიყვარდი და შევდიოდი კინოდკაში შევდიოდი კინოს როუყურა ამაჟოსე გარეთ აიქიდან გიყურე და დღესაც მეგობროს ისკაც რომ ჩავდივართ რიგია გამოცხადებული ვინსად დაგვპატიჟოს მადლობა მთელს აჭარას მთელს საქართველოს ყველა იმ ადამიანს იყო შემოქმედი თუ არა როგორ გვიმასპინძლდებოდნენ მე მახსოვს რეზერვისტებთან ვიყავით კონცერტზე ძევერაში ცხინვალთან ახლოს იმისი კადრებიც გვაქვს ვახტანგის აბურთავებდნენ ჯარისკაცები და ეს სამხედრო მოსამსახურეები ვინ ახარ ბიჭო საიდან მოხვედი აღარ შეგვიძლია მუცელი გაგვისკდა სიცილით ბატონო ვახტანგ როგორ მოახერხეთ ამ ხელა სიყვარულის დათესვა იმ ადამიანებში ვისაც ახლა საუბრობთ წლები გავიდა და მათ კიდევ ახსოვხართ უყვარხართ რა ჭირდება თქვენი პროფესიის ადამიანს იმისათვის რომ ხალხს ესე შეაყვაროს თავი რა უნდა გააკეთოს აიცი ყველა კონცერტზე სხვადასხვა მაყურებელი ქმარი საცუგო ქმარი ესე იგი დააღრით გამომიყარი არა ნაგოგივიდა გეფერები ფისო ფისო ახლა გადაცვალა რა კარგი
თუ გეწინა ბოდიშიო. რა ბოდიში მოხდა კიდე? ფისო ამუ ცოტა ხაშია აჩუ სადამი. ეგ არის მოფერება. გეფერები და ბოდიშიო. საჭმელი თუ განდა. მე მაყურებელი ვიცოდი ყველგან. იცნობდით მათ ახლოს თუ მათგანს. მენისთან თავისებურად დამაშავდი. ერთნაირად არასოდეს ამიტომ ძალიან ვერა თქვენთან ითამაშებდი იმასთან მე ვიცოდი რა თამაში. ვისთვის ავთამაშობდა იმაში იყოს. ამაში მთავარი ამოცანა? ეს იყო ჩემთვის მაგალითად რომ სადაც აღმოსურ აჭარაში რომ მიდოდა ერთ სოფელი იყო. სულ გაიცი დაამთავრებდა ხალხის მე ვიცოდი ეს კაცი უნდა გაიცი მე გაიგო. ვერიგე და რა თქვა გაიგე. რა თქვა და სანამ იმას აუხსნა და მე გაიცი. და ეს მე ხო ვიცოდი ეს იმდენი მოსაგონებელი რა ცნობილი ერთი კითხვა. პროგრამას ვცვლიდით ყოველ წელიწადს. იშვიათად იყო რომ ძველი პროგრამიდან რაღაცა ქონებოდა. მაყურებელი მასზე იყო შეყვარებული ძალიან. ვინ არის ეს კაცი გაიყვანეთო ზოგჯერ ამბობდნენ მუცლები გაგვისკდა სიცილითო. აი ესე ხმამაღლა გამოთქვამდნენ ხოლმე ამ აზრს. ძალიან საინტერესოა რა პირობებში გიწევდათ მუშაობა, რამდენად რთული იყო ეს ყველაფერი. გადაადგილება გასტროლების გამართვა ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში და არამედ საქართველოში საზღვარგარეთიც. რა პირობებში ხდებოდა ეს ყველაფერი? ეს ძალიან ისადროული შეკითხვა იყო, იმიტომ რომ ძალიან უჭირდა რაიონს, რადგან კულტურა არ ფინანსდებოდა ისე, როგორც საჭირო იყო. აი წარმოიდგინეთ, წახვიდეთ მივლინებაში, მარტო სახელმწიფო გიხდის ღამის თემისას და დღიურს გაძლევს 3 მანეთს. 3 მანეთად წყალს ვერ დალევ. ზედმეტია ნაყინი რო ჭამობდა. ზოგჯერ მარტო ნაყინს ჭამდით და სხვას არაფერს. ოღონდაც გასტროლებზე წავსულიყავით. ბატონო ნათალა, რომ მოგუყვეთ ამ პირველი აფიშის შესახებ, როგორც თქვით, ეს არის თქვენი კონცერტის პირველი აფიში. ამ აფიშის ისტორია, რა კონცერტი ჩატარდა მაშინ ახალციხეში. როდესაც ვახტანგი მოიწვიეს იმისათვის, რომ ქართულ საკონცერტო ჯგუფს სათავეში ჩადგომოდა და შემდეგ უკვე პროგრამაც მომზადდა და მსახიობებით შეირჩა, უკვე საჭირო იყო აფიშა. ისე აფიშის გარეშე ვერ გავიდოდით ვერსად. და ამ პერიოდში ძალიან დაგვეხმარნენ მაშინდელი რაიონის ხელმძღვანელობა და გაგვიწიეს რეკომენდაცია. თუმცა აფიშის დაბეჭდა ძალიან ძნელი იყო. ან მანამდე არ იბეჭდებოდა აფიშები? იბეჭდებოდა, მაგრამ ამას ბევრი ინსტანცია სჭირდებოდა. ჯერ კულტურის სამინისტროში უნდა შენი პროგრამა შეემოწმებინათ სპეციალურ კომისიას და მერე ვიზა გვეძლეოდა, რომ ჩვენ გვაქვს უფლება კონცერტების ჩატარების. ამის შემდეგ უკვე იძლეოდა კიდევ მეორე ვიზა იმისათვის თავლითში, რომ ჩვენ უფლება გვაქვს დავბეჭდოთ აფიშა. შემდეგ კიდევ მიმართვა იყო საჭირო და ძებნა სტამბების, რომელ სტამბას შეეძლო რომ დაებეჭდა ჩვენთვის. მოკლედ ამ ერთი აფიშის დასაბეჭდა თვეები გჭირდებოდა. გადავისა რომ თქვენ გასტროლებით საქართველოს შემოიერეთ, არაერთი გასტროლი გქონდათ საზღვარგარეთაც. ერთადერთ რომელ ქვეყნებში გქონდათ გასტროლი და თუ გაქვთ განსაკუთრებული მოგონება რომელიმე ქვეყანასთან? გასტროლები ჩვენ დავიწყეთ ალბათ 72 წლიდან საქართველოს გარეთ. პირველად ჯერ ვიყავით აზერბაიჯანში, ქართული კულტურის დღეებში მივიღეთ მონაწილეობა ბაქოში. მე და ვახტანგი და ვაჟა ნიკოლაიშვილი ვიყავით მესხეთის კუთხიდან. დანარჩენები თბილისიდან იყვნენ. და ეს იყო დიდებული რამ. მართალია ეს დაემთხვა მაშინ კომენდანტის საათს, მაგრამ მაინც კარგი იყო რომ საქართველოს წარმოვადგენდით ჩვენ სამი ფაქტიურად.
და ჩვენით რომ გადაწყდა ხელოვნების მუშაკთა შეხვედრაში მონაწილეობა. შემდეგ ვიყავით ერევანში. ძალიან მაღალი დონის კონცერტები ჩავატარეთ იქ. მერე ლენინგრადში, მოსკოვში, ვიყავით ბალტიისპირეთში, ლიტვა, ლატვა, ესტონეთში, ბელორუსიაში ვიყავით, უკრაინაში ვიყავით, მე და ვახტანგი ცალკე ვიყავით გერმანიაში, რუსთავის მეტალურგთან ერთად კულტურის სამინისტრომ გაგვაგზავნა სახუმარო სიმღერის სამღერლად, ცნობილი სიმღერის სადაური ხარ გოგოუშენ. ერთხელ ლიასულუაშვილმა კიდეც დაგცინა, რომ თქვენ სიმღერას იუბილე უნდა გადაუხადოთ, თქვენ კი არა თქვენ სიმღერასო. იქ რუმინეთში და ბულგარეთში ვიყავით, ჩვენ სიმღერების ანსამბლი იყო. ამ ხანაგებს არ დავასახელებ, რა თქმა უნდა, თორე გასაკვირ ცხაზე იტყვის რეაგირ მოკლავდიო. ჩვენი სადაური ხარ და არშინ მალალა გადიოდა ბიჟზე. როცა მე გადავწყვიტეთ, რომ საქართველოს რაიონებში შემოვეულია შემოგვევლო კონცერტებით, წავედი ახმეტაში, თელავში, ყვარელში, გურჯანში 10-12 წელი დავდიოდი ახმეტაში რაღაც საყვარელი ხალხი. ისე ელოდებოდა იმ მაშინ აილ. იმიტომ წავედით იქ, რომ ლელა ნაროსაულის სამშობლო თითქოსებოდა იქ და მაგას ვიღაცები ყავდა და თუ ნაცნობი არ ყავდა. როგორც ახლა ისე თუ იმ ყავდა კაი სახსნელი ქონდა და ეგეც იყო 10 წელიწადში ანგარიშებს ხან-ხან ორჯერ ვიდიოდ. ისე უხარებდა ჩვენ თუმცა იქიდან მე წყალტუბოში გადავედი. წყალტუბოში გადავედი იქაც დიდი ხანს ვიარე, ამი ანგარიშებს წყალტუბოს რაიონი, ქუთაისის რაიონი არ არსებობს, წყალტუბოს რაიონია და თუ რა შემოწმები არის ეს ამდენი რაც არსებობს ყველათ პიესები, საბავშვო პიესები თუ კონცერტები შემოვლება ის საყვარლა და სატირული ნომრები იყო. აი როგორც ვანოს შოუშია. ისეთი რამ რაც მიესადაგება მთავრობასაც. ეხლა ვეუბნებოდი კიდეც ვახოს. გახსოვს რომ მაშინ ერთი ნომერი ქონდა სამშენებლო კანტორაში. მოდის პრარაბი სპრარაბი ვაპატიეთ რუსულად თქვი, ხო და ამბობს, აბა დღეს მასალა წაიღეთ საავადმყოფოს ახალი შენობის წინ და დაყარეთ. ნახოს ხალხმა მასალა. მიხვდნენ რომ შენობა იწყება. მე იქიდან გადაიტანეთ სკოლაში, რომ თქვან რომ რაიონს რა ხელმძღვანელი ყავს და აი ესეთი რაღაცა ნომრები ყვარდა. 80-ად გარდა გავიწყოთ ლურსმანი და ამ სკეჩს ერქვა 80-ად და მეცინებოდა ხოლმე ძალიან. გახსენებთ ყველაზე განსხვავებული გასტროლი თქვენი ცხოვრებისა და მოღვაწეობის პერიოდში. ჩვენი ცხოვრებისა და შემოქმედებითი მუშაობის პერიოდში ერთადერთი რაც ყველაზე განსხვავებული იყო ჩვენი გასტროლი ეს იყო ყიზლარი. დაწყნარდით, მე რატომ ნერვიულობ? თავიდანვე ასე ვერ მითხარი? თავიდან ეგრე მინდოდა, მაგრამ ბოლოდან გამომივიდა. რა ქვიათ სახელი? მე ბესარიონი მქვია, თუ კიდე ბესიკიდან ვიძახე. თქვენ რა ქვიათ? მე ნუცა. ნუციკო. შეიძლება მე ნუციკო მომეცი რა ცნობა? თუ ცნობა რა. თქვენ რომ ვიცოდეთ ორი კარგი ხარ. თქვენ იზედი. ბესო. რა გვარი ხარ? კარკაშაძე. კარკაშაძე. დედა. რა კარგი ბიჭი ხარ? იგაცე. რა კარგი გვარიც აქვს. ძალიან. მარა ქარქაში რომ არა გაქვს. ვისა რა გაჩ ქარქაში. ქარქაში ზამაკ, ხმალი ზამაკ, ფარი ზამაკ. იმით იყო განსხვავებული, რომ ჩვენ საქართველოშიც ვემსახურებოდით ჩვენი კოლმეურნეობებისა და საბჭოთა მეურნეობების მიერ შექმნილ ფერმებსა და საზაფხულო საძოვრებზე მყოფ მეცხოველეებს და მათთან დავდიოდით კონცერტებზე, მაგრამ ეს იყო უკვე სხვა ამპლუაში, როცა რესპუბლიკიდან გადიხარ და თანაც იმ პერიოდში, როცა უკვე ოსეთსა და საქართველოს შორის არის რაღაც პატარა დაპირისპირება, ყიზლარში კულტურის სამინისტრომ გაგვიშვა იქ კონცერტზე და ეს იყო იდეალური რამ და მისი კადრები არის და თუ მოხდება ამისი ჩვენება ხომ კარგი თუ არა და რა ვიცი, ძალიან საინტერესო იყო.
ძალიან საინტერესო, ძალიან გვიჭირდა საჭმელს არ გვაჭმევდნენ, სასტუმროში არ გვიშვებდნენ იმის გამო, რომ ქართველები ვიყავით, მაგრამ რუსული ენის ცოდნამ ცოტა სტიმული მისცა ზოგიერთებს, მე კიდე ქართულს რომ არ გავდი უთხრეს ეს იაპონელიაო. ხო და მე ახლა არ გინდა გააკეთო ის რომ შენ მართლა იაპონელი ხარ. მკითხეს მე როგორ ახარ იაპონელიო, არ იქა რაღაცა მოუტვინე, მამა ჩემი მეუთხარი ჩავარდა იმას პლენად თქო და იაპონელებთან და ჩემი მამა იყო იაპონელი თქო და საქართველოში მოხდა მე რომ ვინ რა გვარი ხარო და მე გამახსენდა ერთი ფილმი ტაკარაცუკელი ქალიშვილები აქ იაპონური ხოლგებით ცეკვავდნენ და მგონი ეს უზბეკეთისა იყო მაშინ და აბა რა იციო და ვიფიქრე რომ ეს ისეთი წლოვანების არ არის რომ ამან იცოდეს იაპონური თქო და ვიმღერე ბავშვობაში ნამღერი სიმღერა შაშმენდი ოდეხაზე შაშმენდი ოდეხაზე იამანდი ой-ой-ой იამანდი ой-ой შაშმენდი ოდეხაზე და დაუკრეს ტაში მე ვთქვი всё გავიმარჯვე ამათ არიციან იაპონური ენა გოგო დაბიჭი ერთმანეთისა ცქერამა ხალხო ისე თეთრი ხარ როგორც საყდარში კილიო სისმარში მომაგონდები წამობჯდები და ვსტირიო შენი დანახვა მეწადა რადმო მარიტები სურფა ბაგი და წალპოტი ეგლითა ვინმე შენარა რკინისა კარი შეაბა კლიდე მემომცა შენარა სიკვდილსა შენსა სანაცვლოდ თავსა მემირცემ შენარა ვახტუზედისიც დაერთოს მე მიყვარდე და შენარა დროს ნუღარ დამაკარგვინებ ზეჩადის უკვე ბინდია გმური კი არ ვარ მუდმივი მოველდა ისევ მივდივარ მარგალიტი ავაწუხე გადმოვიდა გუბე წყალი კალთაშია მოგიკუდები შენი სხელით მასხა წყალი იმას მაინც სიტყვის ვინმე ეშხით მოკვდა ისა წყალი ხო რა გვარი ხარო და კიო მეთქი რომელი კიო ხარო და აი მატიკო კიო როა იაპონიელი მსახიობი ცნობილი იმისი ბიძაშვილი შვილი ვარ მეთქი მე დედა რა ბედნიერებაო იმ დღიდან გახსნილი იყო ჩვენთვის ეს იაპონსკაია კუხნია ეწერა ფლავის ჭამით მოვკვდით მთელი ერთი კვირა დილას ფლავი შუა დღესა მაგრამ არ გვერჩივნა ცარელი პურის ჭამაზე ფლავი გვეჭამა დიახ თქვენ ალბათ ექიმი ბრძანდებით ხო დაუშვათ რა მე მინდა ჩემი ღვიძლის სურათი რა გინდა სურათი ღვიძლის სად არის აი აქ ბატონო რა გინდა რა გადაი იოდა მარტო გადაიღე თუ ჯგურად მარტო ბატონო მარტო რა გვარი მე ძაძამია ზუკუნაზე ო ჩახშე რატო ბატონო მეგრელო ხა იცოს რა შენი ჭირი ეს რომი კივა კივა ბამ კივა მოუშვა ხელი აბა კივა არა ახლა აღარ კივა ხოდა მორჩენი მაიც კივა ბატონო ჩამოვშქარი ბიჭო გეგენავა არა ბატონო ძაძამია მარტაშვილი ძაძამია ბატონო გელაშვილი ძაძამია აბა ღვიძი მეტი არ არის და მალე თავი შენი ჭირმე შეგენაცვალე კაგათლახეთ იქნება კაგათლახეთ შენ ნამაზი ხრი შენი შეგენა და რა ვარ ეს ზოგიერთ კარტელები უცაში მაყუთი მომსა კარტარია კაცო არ ვარ მე კარტარი ყოფილა მასა რა გაგვრებ შენ არ ვარ მე კარტარი კაცო მიმოიგო დროშა აფრიალა რა ვარ გვარს უწუნებ თუ საბჭოთა კავშირის გმირის წოდება არაფერს არ უწუნებ მე შენ ხო არ მეგრელი ვარ ის ხო მეგრელი კი შენ ხარ მის ციბო დიახ ის ხო შენი ციბო აუცილებლად შენ ხარ მის ღვიძლი კი ის ხო შენი ღვიძლი კი ხოდა დაიჭდა კონდა მაყურებლისთვის გარდა თქვენი კარიერისა არანაკლებ საინტერესო იქნება თქვენი სიყვარულის ისტორია. როდის და როგორ დაიწყო თქვენი სიყვარულის ისტორია, რომ უთხრათ მაყურებელს? როგორ და ეს როცა ჩამოვიდა და კონცერტი გამართეს ახალციხელი გოგოები იმ გოგოების თაობაში შევდიოდი მეც ვინც მაშინ იყო ესეთი თინეიჯერების წავედით დავესწარით კონცერტზე ცეკვავდა ძალიან მომეწონა ვაიმე რა კარგი ბიჭი რა კარგად ცეკვავს ხმალი ესა ხანჯალი არც კი ადგილიდან არ იძროდა რომ გასმებს აკეთებდა აი ბიჭი ვამობთ მაგარი გასმები კონდა აი ბიჭი მე რომ გაიღიმა პატარაზე ფუფ მე თქვი ოქროს კბილები გამოაჩინა კბილები ნერვებს მიშლიდა ყველაზე თუნდაც რომ მткиოდათ და მაინც ისმევდნენ ოქროს მაშინ სად იყო ახლა ესეთი ფაიფორის კბილები მაგრამ და მე დავწერე წერილი რაღაცა და ერთი პატარა შეგის დავწერე კარგია რომ ჩამოვიდა მესხეთში და ქართულ სიტყვას იწვის ქორეოგრაფი და რაღაცა ამის მაგვარი მე ამან წაიკითხა ოთარაწყურულმა წააკითხა და გურამი ზამბახიძემ იმათთან მეგობრობდა ვახტანგი და
მოიყვანა სტამბაში გაზეთის კორექტორად ხო მუშაობდი და სტამბაში ვიყავ. თუ შეიძლებაო გოგონაო ერთი გაზეთი მომეციო. ხო მე ხომ და ვიცოდი ეს რატომ მოვიდა იმის. ეს მართლა გაზეთისათვის. გრძელი დერეფანი იყო და რომ გავიარე ეს დერეფანი, ვაიმე მე ვთქვი თან ფრანცუსკები მეწვა და ფეხება ყალი დამიწყო. მოვიხედე და ვიდრე კარ შევაღებდი და შევხედე პირდაპირ ფეხებში მიყურებდა. ფეხები ურიგوارა მქონდა, მაგრამ მაინც შევშინდი. მივეცი ეს გაზეთი და მესამე დღეს სახლში მომადგნენ ეს სამივენი. კინოში თუ გამოუშვებთო დედაჩემს და მამაჩემს უთხრეს. ხო მე ვთხარი დედა არ გამიშვა, არ მინდა მეთქი და მამო ვაიმე მართლა რო არ გამიშვას, რა მეშველება მეთქი. რატო ფეხი არ მომწყდა? რა შეიმჩნიეთ ბატონო ახლა პირველად თავიდანვე ნახება. ეგრევი იყო რა. ოთარი აწყურელმა გითხრა, წამოდი მე გაგაცნო. ხო, ოთარი აწყურელი მომითხრა ხო. რაიც თუ დააგორდა, თუ გინდა მეგობრებო და მე ძალიან მალე მოხდა ჩვენი კონცერტების პრობლემა ისა. კონცერტების მეშვეობით უფრო დაჩქარდა ყველა. პარტნიორი გაუთხოვდა და მე წამიყვანის, მეც ძალიან ცუდს რუკობდი რომ თეატრალურზეც როცა მინდოდა. გაიგავდა მასა და სუდელას ბაგინებდა ხოლმე და მალე ვკრა. სალამ შეასრულოს პეტკი და დღემდე 50 წელი შესულა თქვენი. კი, ძალიან დიდი გადასახედია, მაგრამ თანაც ძალიან მალე მოკლე დროში მოხდა ეს 50 გავიდა ეს 50 წელი ასე მგონია. ძალიან ძნელი ყოფილა ერთი კაცისთვის გაძლება. თან ასეთი კაცისთვის. ვაი, რა ძნელი ყოფილა. ხო, ხლა ვათავა და განეშნა. ეხლა კი არა, სულ მოფენებაში ვიყავი, არიქა. რა მევართვა, რა მომართვა, სულ გაწკიპინებული უნდა ცმოდა, ნუ თავისი სამსახურეობრივი მდგომარეობიდან გამომდინარე, რომ რა თქმა უნდა ასეთიც უნდა ყოფილიყო. ამიტომაც იყო, რომ ჩვენ ყველას უყვარდით. დღესაც გვირეკავენ ჭირიალ ხინია, თელავიდან, გურჯაანიდან, ზუგდიდიდან, არ ვიცი, ნუ საქართველოს ყველა კუთხიდან გვირეკავს ხალხი. და მოგვიკითხავენ, რა თქმა უნდა, ჩვენც ვალში არ ავრჩებით, დაბადების დღეებზე, ქორწილებზე გვეპატიჟებიან. ჩვენ აქედან ტანკით გადავედით, აი სწორედ იმ ნაზის ბიჭის ქორწილში. გოჩას ქორწილში ტანკით გადავედით. აი აქ მოკლეზე ვერ ვასწრებდით, გავიგეთ გვიან, არა შემოგვითვალეს და იმან ამბავი არ მოგვიტანა, ვისაც დაავალეს და მე რო დარეკეს, მოდი ხარ თუ რა შვებითო და როგორო და გავიგეთ რომ ხორწილი ამ საღამოს არის და ჩვენ მაშინ სამხედრო ნაწილების ის გადიოდნენ და ლაზიაშვილი იყო. ხო, ლაზია სწორად არა ვთქვი, სასაზღვრო ნაწილის უფროსი იყო აქ წყალთბილაში, შესანიშნავი პიროვნება და ის დაგვეხმარა და ტანკით გადავედით ხულომდე. ეს ვახტანგი და მე შეუღლებისას. ძალიან ამასები ხარ. ხო, მე ჩემზე ამბობდნენ რომ გრეტა გარბოს გავსო. ეს არის 50 წლის მერე. ხო, ეს უკვე 50 წლის შემდეგ, ეს ვახტანგი 24 წლის და მე 19 წლის. აქ კიდევ 50-60-ზე. მყავს 3 ქალიშვილი, 7 შვილიშვილი და 4 შვილთაშვილი. აქ არის ისეთი ადამიანები, ეს ჩემი პატარები არიან, ხვიჩა და ვალენტინა აქ. ეს ეს ფოტო გადაღებულია. ხო, გივი ბერიკაშვილთან, ეს კიდევ დუტა. აქ ასანიძეა. ფეხბურთი ძალიან მიყვარდა. ზოგჯერ ერთად რომ მივდიოდით, მეუბნეოდა სხვაგან დაჯექი, არ გაიგონ რომ შენ ჩემი ცოლი ხარ, იმიტომ რომ უსტვენდი ხოლმე. დაარტყი ბიჭო, მეორე დაარტყი. ბიჭები ვერ უსტვენდნენ, ზოგი და მე უსტვენდი მათ მაგიერ. და გაჩერდიო რა არის, რამის გადახტეო იარუსებიდანო, ეგრე როგორ შეიძლებაო. ბევრი ყოფილა ჩემთან ოჯახში. აი ქალბატონი თინა მერკვილაძე, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი, ოპერის დამსახურებული არტისტი. ძალიან ბევრნი, ვასო გოძიაშვილი, მოცეკვავეები, რა ვიცი, რა ვთქვა, მწერლები, პოეტები, ყველა მოდიოდა ჩვენთან და უკვირდათ განყოფილების გამგეებს, იმ წუთში ვეპატიჟებოდი, წამოძადით ჩვენთან, იმიტომ რომ ამ ოთახში ყველა ეტეოდა. აი ამის გამო თორე და დიდი გული ქონდა. ჩვენ არ გვიფიქრია იმაზე, რომ აი გადაპრანჭული ცხოვრება ქონებოდა. გვიყვარდა ყველა და უყვარდით ჩვენც ყველას. რაც ქონდა, ყველაფერს ერთად ვინაწილებდით. ეს იყო ჩვენი მიზანი. ძალიან დიდი დამსახურებისანი არიან. ძალიან კარგია რომ მოხერხდა და წიგნიც გამოიცა მათი საქმიანობის შესახებ, რომელსაც
არა მარტო რაიონის მოსახლეობა შეხვდა დიდი სიამოვნებით და სიხარულით კითხულობ მეც მაგზეც წიგნი და დიდი სიამოვნებით ჩავიხედავ ხოლმე ხანდახანში ძალიან უანგაროდ დარებდნენ კონცერტებს სოციალური სფეროს ისეთი წარმომადგენლებისთვის რომელთაც არ ჰქონდათ დაუშვათ საშუალება რომ კონცერტზე ბილეთი აიღოთ და მისულიყვნენ დაწესებულებებში დადიოდნენ სამხედრო ნაწილებში როდესაც აქ ქართული ჯარი ჩამოყალიბდა ქართული ჯარისკაცებისათვის რომელიც დაწყებით ხანებში მოკლებული იყვნენ სანახაობებს პირდაპირ შედიოდნენ სამხედრო ნაწილებში და ატარებდნენ კონცერტებს სოფლებში დიდი დაბრკოლებებით მიდიოდნენ და რა მდგომარეობით არავინ იცის მოკლედ თვითონ იციან ხშირად შევსწრებივარ მდგომარეობას ზოგან სცენაც არ იყო მაგრამ მიდიოდნენ იმისათვის რომ სოფლის მოსახლეობისათვის ძალიან დიდი შემოქმედება ეჩვენებია ძალიან უყვარდათ ხალხს განსაკუთრებით რეგიონებში როდესაც დადიოდნენ დიდი სიხარულით ხვდებოდნენ ცოლ-ქმარს დააჯილდოებული იყვნენ დიდი იუმორით და იუმორისტული შემოქმედება ჰქონდათ ძირითადად მაგათ თანაც ესე იგი აი ამ ხელოვნების ყველა სფეროში ცეკვა სიმღერა სამსახიობო წარმოდგენები ეს ერთობლიობაში ყველაფერს ახერხებდნენ ძალიან კარგად. დაგვავიწყდა რომ დამსახურებულ ადამიანებს საჭირო პატივი უნდა მივაგოთ. აი ეს თქვენი გადაცემაც ძალიან საინტერესო და საჭირო გადაცემაა იმისათვის რომ დამსახურებულებს მივაგოთ პატივი. ეს მარტო მათთვის არ არის საჭირო. მოდის მომავალი თაობა რომელიც იფიქრებს რომ აი მთელი ცხოვრება ჩადო მან იმისათვის რომ მსახურებაში ყოფილიყოს ხალხის საზოგადოების მსახურებაში და რამე აღარავის არ ახსოვს. ეს ძალიან ცუდია. ესეთი დიდი შრომა გასწიეს თავისი რაიონისათვის და სასახელო ადამიანებად დარჩენ. ღირსეული ადამიანები არიან. რამეს ხომ არ ეტყვით მაყურებელს. მე მაგალითად ვურჩევდი რომ ნუ დაივიწყებენ მამა პაპურს ქართულს ზეპირსიტყვიერებას ჩვენ გვაქვს იმდენი იუმორი რომ ეს ყველაფერი მისი საჯაროობა შეიძლება და ისეთი კონცერტების ჩატარება შეუძლიათ რომ მოგონილი იქნება კვესელაძე და მისი შოუ ეხლა მეორე ამბავი არის სადაც სატირისა და იუმორის ისინი ახლა ძალიან ძნელია თუ პატრონი არ ყავს სათხას ტელევიზიაში ქართულ სადღაცა თეატრში თავი საქმე აქვს მაგრამ იცი ეხლა ისეთ თაობად მოვიდა ისეთი დრო მოვიდა რომ შენი სატირა და იუმორი ახლა ვთქვა არავის აღარ უნდაო ზედმეტი იქნება მაგრამ განგეთებელი არ არინა მე მაინც ურჩევდი უბრუნდნენ ამ იმას დაუბრუნდნენ რა მოგვაკითხონ დიდი ორი ჩემოდანი გვაქვს სავსე პროგრამით ვანო გაუგზავნე ჯავახიშვილს ხო და გიждდება სად მოაგროვეს ამდენი სად იშურეს ამდენია და მოდით ხალხო ვისაც გინდათ უფულოდ გაძლევთ მოგეხმარებით და პროგრამა გაქვს თავარია პროგრამა ქონდეს თორე თამაშს რა უნდა მოძებდი მე თუ მე თამაშები ისი თამაში ის თუ არა ისი თამაშებს იმღერეთ იცეკვეს და იცეკვო და გააღიარულოთ ახალციხელებით და მთელი საქართველო დიდი მადლობა იმისათვის რომ იყავი ჩვენი გადაცემის სტუმრები და მიიღეთ მონაწილეობა პროფესიაში მე იმედი მაქვს რომ მაყურებელმა ძალიან ბევრი რამ გაიქო თქვენზე და იმ პერიოდზეც რა პერიოდშიც თქვენ გეხდებოდათ მოღვაწეობა ახალციხეში კულტურის სფეროში მე მაყურებელს შევახსენებ რომ ეს იყო გადაცემა პროფესია დიდი მადლობა ყურადღებისათვის ნახვამდის